ის ინტერესებს ატარებს სტივ უიტკოფი და არის თუ არა ის რუსეთის კაცი თეთრ სახში. ეს არის კითხვები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მთელი დღეა ისმის. ისმის, რადგან ბლუმბერგის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ჩანაწერებმა გააჩინა ეჭვი, რომ უიტკოფი არა რუსეთ-უკრაინას შორის ნეიტრალური მომლაპარაკებელი, არამედ მხარეა. მხარე, რომელიც პუტინისთვის სასარგებლო რჩევებს გასცემს. ამ საკითხზე უფრო ვრცლად ჩვენი ჟურნალისტი ერეკლე ფოლადიშვილი საუბრობს. ერეკლე საღამომშვიდობს. ბექა საღამომშვიდობისა მივესალმები მაყურებელს. მაშინ როცა რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში ვართ და არსებობს კონფლიქტის დასრულების რეალური შანსი, სრულიად მოულოდნელად ირკვევა, რომ ტრამპის ყველაზე სანდო მედიატორი სტივ უიტკოფი საკმაოდ საეჭვო შინაარსის სატელეფონო ზარს ახორციელებს პუტინის მიერ წარმოდგენილ მომლაპარაკებელ იური უშაკოვთან. მოდი მოვისმინოთ ამ ჩანაწერის ქართული ვერსია და შემდგომ ვისაუბროთ როგორც მის შინაარსზე, ასევე გამოხმაურებაზე. ტივ გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, იური, შენ როგორ ხარ? კარგად ვარ. ფიქრობ თუ შევძლებთ რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტას, ყველა სიხარულით ხტუნვას დაიწყებს. მხოლოდ ერთი პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. რა? რუსეთ-უკრაინის ომი. ვიცი, როგორ მოვაგვაროთ? ჩემო მეგობარო, უბრალოდ რჩევა მინდა გთხოვო. შენ ფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება თუ ჩვენს უფროსებს ტელეფონით ექნებათ საუბარი? დიახ, ფიქრობ, რომ ასე იქნება. იური, აი, რას გავაკეთებდი მე? ჩემი რეკომენდაციაა. კი, გისმენ. მე დავრეკავდი და უბრალოდ გავიმეორებდი, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ვულოცავ პრეზიდენტს, რომ თქვენ მხარს უჭერდით ამ ძალისხმევას, რომ პატივს სცემთ იმას, რომ ტრამპი მშვიდობის კაცია. ვფიქრობ, ამის შემდეგ ეს ძალიან კარგი საუბარი იქნება. აი, რატომ გაძლევ ამ რეკომენდაციას? მე ტრამპს ვუთხარი, რომ თქვენ რუსეთის ფედერაციას ყოველთვის გსურდათ სამშვიდობო შეთანხმება. მე ამის მჯერა. და სწორედ ეს ვუთხარი პრეზიდენტსაც. ვფიქრობ, პრობლემა ის არის, რომ ორ ქვეყანას ძალიან უჭირს კომპრომისზე წასვლა და როცა ამას შევძლებ, სამშვიდობო შეთანხმებასაც მივაღწევთ. კარგი, ჩემო მეგობარო. პუტინი მიულოცავს, იტყვის, რომ ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია და ასე შემდეგ. ამას იტყვის. მაგრამ აი, რაც მგონია, რომ საოცარი იქნებოდა, დიახ, გისმენ. იქნებოდა თუ პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ეტყოდა, იცი, სტივმა და იურიმ ღაზას მსგავსი 20 პუნქტიანი მშვიდობის გეგმა განიხილეს და ეს შეიძლება იყოს რაღაც ისეთი, რაც ცოტათი შეცვლის ვითარებას. მე ვიცი, ჩემსა და შენ შორის რა იქნება საჭირო მშვიდობის მისაღწევა დონეცკი და შეიძლება სადღაც მიწების გაცვლა. უმჯობესია ასე ლაპარაკის ნაცვლად უფრო იმედიანად ვილაპარაკოთ, რადგან ვფიქრობ, აქ შეთანხმებამდე მივალთ და ვფიქრობ, პრეზიდენტი ბევრ სივრცეს და თავისუფლებას მომცემს, რომ ამ შეთანხმებამდე მივიყვანო საქმე. მესმის. მადლობა რეალ პოლიტიკას ამ თარგმანის შემოთავაზებისთვის და გიორგი ისაკაძეს და ბექა ბაციკაძეს ასეთი ბუნებრივად ძალიან საინტერესო ვერსიისთვის შემოთავაზების მათი გახმოვანებისთვის. ახლა კი დაუბრუნდეთ საქმეს. უპირველეს ყოვლისა, რა გავიგეთ ამ ჩანაწერიდან? როგორც მოისმინეთ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მედიატორად დანიშნული სტივ უიტკოფი საკმაოდ აშკარად ავლენს სიმპათიას კონკრეტული მხარის მიმართ და რჩევებსაც კი გასცემს იმისთვის, რომ როგორ მოთაფლონ ტრამპი, რაზე გაუმახვილონ ყურადღება, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვონ და შემდგომ სასურველ გეგმაზე დაითანხმონ. ვიმეორებ, ამას აკეთებს ადამიანი, რომლის მიზანიც დაპირისპირებულ მხარეების მორიგება უნდა იყოს და არა მხარის არჩევა. რაზე მეტყველებს ეს? თუ საუბრის ბოლო მონაკვეთს გაიხსენებთ, კარგად მიხვდებით რაზეც. ახლა სტივ უიტკოფის პრიორიტეტი ომის უმოკლეს დროში დასრულებაა, რადგან მთელი ზეწოლა მასზეა გადატანილი. მან უნდა დაამთავროს ის ომი, რომელიც ტრამპს ხელში გაეჭხირა და 24 საათში კი რაგერ 9 თვის თავზეც კი ვერ მოამთავრა. შესაბამისად, უიტკოფის ტაქტიკებს ახსნა აქვს. მას იმდენად არ აინტერესებს გეოპოლიტიკური კონტექსტი, კონფლიქტის საწყისები თუ მოვლენათა შემდგომი განვითარება, რომ სადაა მოკლე გზებს მიმართოს და მედიატორისთვის მკაცრად განსაზღვრული წესების სრული უგულებელყოფით რამენაირად ჩახუროს ეს საკითხი. საკითხი, რომელიც არავითარი გაგებით მარტივი არ არის. არის თუ არა ის რუსეთის კაცი? ამაზე თავად პასუხისაგან თავ შევიკავებ სამაგიეროდ მის პიროვნებასა და რუსულ მხარესთან შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ჩემზე უკეთ იტყვის მთავარ სათქმელს. სტივ უიტკოფი, რომელიც დონალდ ტრამპის სრული ნდობით სარგებლობს,
პროფესიით უძრავი ქონების დეველოპერი და ინვესტორია. ადამიანი, რომლის თვალსაჩინით იწყება და მთავრდება ფული. მისი პრიორიტეტი გრძელვადიან პოლიტიკური თუ ადამიანური კონტექსტით გაჯერებულ საკითხებში ჩაღრმავება არ არის. მისთვის მნიშვნელოვანია რეალური ფინანსური სარგებელი, როგორც მისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ეს რომ ასეა, ამას მოწმობს ის 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც უიტკოფის შუამავლობით შედგა. გეგმა, რომელშიც წერია, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი და ამერიკა მრავალ მილიარდიან ინვესტიციებს განახორციელებენ ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, ეგრეთ წოდებული დატა ცენტრების და არქტიკაზე იშვიათი მეტალების მოპოვების მიმართულებით. შედის თუ არა ტრამპის ინტერესში ის, რასაც უიტკოფი აკეთებს? სავარაუდოდ დიახ. დიახ, რადგან ტრამპის სურვილი რეალურად უიტკოფის ინტერესებისაგან დიდად არ განსხვავდება და არც უიტკოფის გაჟონილ ხმოვან ჩანაწერში მოგვისმენია რამე ისეთი, რაც ტრამპს შეიძლება არ სურდეს. გთავაზობთ დღეს ჩაწერილ ვიდეოს, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი სწორედ ამას ამბობს. მოусმინეთ თუ არა ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, რომელშიც უიტკოფი რუსებს ასწავლის, როგორ მოგაწონონ თავი. არა, არ მომისმენია, თუმცა ეს ჩვეულებრივი რამაა. მან უნდა შესთავაზოს ეს უკრაინასაც. მან რუსეთს უკრაინა უნდა შესთავაზოს. ეს არის ის, რასაც მოლაპარაკებები აკეთებენ. მან უნდა თქვას, ამ მხარეს სურს ეს, შემდეგ კი დაარწმუნოს მეორე, რატომ უნდა აწყობდეს მასაც ეს. ალბათ ზუსტად ასე ელაპარაკება ის უკრაინასაც, რადგან რაღაც ორივე მხარემ უნდა დათმოს. მოკლედ, ასეთია ვითარება შტატებში უკრაინის პრეზიდენტის სავარაუდო ვიზიტისთვის ემზადებიან კვირის ბოლომდე. პუტინი კი მომავალ კვირას მის მასწავლებელს სტივ უიტკოფს მოსკოვში უმასპინძლებს, სავარაუდოდ ომის საბოლოო ბედით სწორედ მომავალ კვირას გადაწყდება.